კვარაცხელიამ წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე უკვე მერვე გოლი გაიტანა და ეს მოხდა გიორგი მამარდაშვილის კარში, მსოფლიო არენაზე. ამის შესახებ მთელი ინტერნეტი საუბრობს და ხვიჩამაც არ შეიკავა თავი კომენტარისგან. ქართველი მეკარე გააკრიტიკეს. ბარსელონა უკმაყოფილოა უსამართლობით და სარჩელი შეიტანა. ასევე განვიხილავთ მადრიდის რეალის და ბაიერნის შეხვედრა, სადაც მანუელ ნოერმა გაიბრწყინა. იქიდან გამომდინარე, რომ ეხლა ჩემი ხმა გესმის, ესე იგი ფეხბურთი ძალიან გიყვარს და მხარს უჭერ ქართველ სპორტსმენებს და თუ ასეა, აუცილებლად უნდა გამოიწერო ეს არხი ახლავე, რადგან სწორედ ჩვენთან გაიგებ ყველა სიახლეს ჩვენ ბიჭებზე. ძალიან მარტივად შეგიძლია შრომაც დაგვიფასო და ვიდეო დაალაიქო. მადლობა შენ ამ გვერდში დგომისთვის. ახლა კი საქმეზე გადავიდეთ. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში მადრიდის რეალისა და ბაიერნის შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 1-2 დასრულდა. გერმანულმა გუნდმა ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გახსნა. ვინისიუსმა ბურთი დაკარგა და ბაიერნმა სწრაფი შეტევა წამოიწყო. კეინი გნაბრი დიასის კომბინაცია კოლუმბიელის გოლით დაგვირგვინდა. დიასმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 9 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა. მეორე ტაიმში ბაიერნმა სწრაფი გოლი გაიტანა. რეალმა ბურთი თამაში შეიყვანა და მალევე დაკარგა. მაიკლ ოლისეს საგოლე პასის შემდეგ ჰარი კეინმა ლუნინს დაბლ კუთხეში დაურთხა. აღსანიშნავია, რომ ინგლისელმა გოლი მეორე ტაიმის მე-20 წამზე შეაგდო. რეალს გოლის გატანის რამოდენიმე რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა მხოლოდ ერთი გამოიყენა. ცვლილებაზე გამოსულმა კილიან მბაპემ 74 წუთზე ანგარიში შეამცირა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ 40 წლის მანუელ ნოიერი დასახელდა, რომელმაც არაერთი რთული დარტყმა მოიგერია. მის აქტივში 9 სეივია. საპასუხო მატჩი მიუნხენში 15 აპრილს გაიმართება. დარწმუნებული ვარ, რომ ახლა ბევრი ფეხბურთის მცოდნე გვიყურებთ და დაწერეთ თქვენი აზრები კომენტარებში. შეუძლია თუ არა მადრიდის რეალს გამოასწოროს სიტუაცია გერმანიაში. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პარი სენ-ჟერმენმა ლივერპულს უმასპინძლა და 2-0 დაამარცხა. ძირითად შემადგენლობაში ვიხილეთ ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მამარდაშვილიც. კვარას დიდებული მატჩი ჰქონდა და პარიზელთა მხრიდან მეორე გოლი სწორედ მან გაიტანა. რაც შეეხება მამარდაშვილს, მან რამოდენიმე ბურთი მოიგერია, მათ შორის ერთი სწორედ ხვიჩას დარტყმული, რომელიც ძალიან რთულად მოსაგერიებელი იყო. ანგარიში მე-11 წუთზე დეზირე დუემ გახსნა და პირველი ტაიმი 1-0 დასრულდა. პარიზელები ბევრს უტევდნენ და მეორე ნახევარში ამან შედეგი გამოიღო. ხვიჩა კვარაცხელიამ 65 წუთზე დიდებული ცრუ მოძრაობები შემოგთავაზა. გიორგი მამარდაშვილიც მოატყუა და გოლი სწორედ ასე გაიტანა. საინტერესო ის გახლავთ, რომ ხვიჩას ეს გოლი ისტორიული აღმოჩნდა. ის გახდა PSG-ს პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე პლეი-ოფის ზედიზედ 4 მატჩში გაიტანა გოლი. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა. ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 14 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით ღამის 11 საათიდან დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში მერვე გოლი გაიტანა. ის ბომბარდირთა დავაშიც წინ მიიწევს. რაც შეეხება საგოლე პასების რაოდენობას, ქართულ სუპერვარსკვლავს 4 საგოლე გადაცემა აქვს, რაც ჯამში 12 საგოლე მოქმედებას უთვლის. მე მგონი ხვიჩა კვარაცხელია თავის საუკეთესო სეზონს ატარებს. ძალიან სამწუხაროა, რომ ქართველები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგაზე ასე დაუპირისპირდნენ, რადგან კი მთელი გულით მინდა რომ კვარამ გაიტანოს, მაგრამ როგორია, როდესაც კარში გიორგი მამარდაშვილი დგას, რომელიც ასევე ძალიან მიყვარს. მაგრამ ანგარიშიდან გამომდინარე უკვე 2-0-ია და სავარაუდოდ PSG წინ გავა. ლივერპულს კი ზოგადად სუსტი სეზონი აქვს და რაღაცეები მამარდაშვილზე გადაწყდა და ხალხი მას აკრიტიკებს, რაც ჩემი აზრით უსამართლოა. ფრანგულმა გამოცემებმა ხვიჩა კვარაცხელია შეაფასეს, მას დაუწერეს ქულები და სიტყვიერადაც აღწერეს მისი თამაში. გამოცემა ევროსპორტი ქართველს 8 ქულას უწერს. ქართველმა თავდაპირველად ორთა ბრძოლებში გაიბრწყინა და თავისი ქმედებებით თამაშს სხვა განზომილება შესძინა, რისი ნათელი მაგალითიც მე-17 წუთზე ფრიმპონგის წინააღმდეგ დაცვაში მისი შესანიშნავი ქმედება იყო. მისი ლამაზი დიაგონალური დარტყმა მამარდაშვილმა ეფექტურად მოიგერია. ეს მოხდა 32 წუთზე. მისმა სისწრაფემ წითლებს ძალიან დიდი პრობლემები შეუქმნა. ისევე როგორც გოლის ეპიზოდში, როცა მან გრავენბერხის წინააღმდეგობას გაუძლო და ბურთიც არიალ კარში გადაგზავნა. გამოცემა RMC სპორტიც 8 ქულას უწერს და ასეთ განცხადებას აკეთებს.
დაცვაში ბევრი სირბილი და უნაკლო თავდადება. ქართველისთვის ეს იდეალური საღამო გამოდგა, რომელიც 65 წუთზე გატანილი გოლით მნიშვნელოვან შეხვედრაში კიდევ ერთხელ იქცა გადამწყვეტ ფიგურად. ლივერპულის ლეგენდარულმა კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა პარის სენ-ჟერმენთან მატჩის შემდეგ პირველი გოლის ეპიზოდზე ისაუბრა და დეზირე დუეს დარტყმის ეპიზოდში გიორგი მამარდაშვილის მიერ შერჩეული პოზიცია შეაფასა. ალბათ შეეძლო 9 მეტრიდან 1 მეტრით უფრო უკან მდგარიყო. არანაირი მიზეზი არ არსებობდა საიმისოდ, რომ მასე წინ გამოსულიყო. დასანანია და შესაძლოა ცოტა მკაცრი შეფასებაცაა, მაგრამ თუ მეკარეთა სოლიდარობას გვერდზე გადავდებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ალბათ შეეძლო ოდნავ უფრო უკან ყოფილიყო. მაშინ შესაძლოა მოეხერხებინა ბურთის ხარიხას ზემოთ მოგერიება. ლივერპულის ყოფილმა კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა გიორგი მამარდაშვილი შეაფასა საკმაოდ ადეკვატურად, რასაც ვერ ვიტყვით ზოგ მედიაზე, რომელიც საშინელებებს წერს და უკმაყოფილოები არიან, რომ გიორგი მამარდაშვილი საერთოდ თამაშობს ლივერპულში და წერენ, რომ ქართველი არ იმსახურებს ლივერპულში თამაშს. თითქოს ყველაფერი გიორგის ბრალი იყოს და დანარჩენი გუნდი დაფრინავდეს. ეს ნათელია, რომ მთელი სეზონია ლივერპული ძალიან სუსტად გამოიყურება. მატჩის დასრულების შემდეგ ქართველმა სუპერვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამაც გააკეთა კომენტარი. ფიქრობ, მეტი გოლის გატანის შანსებიც ჰქონდა და გარკვეულ ეპიზოდებში უნდა გაგვეტანა კიდეც. თუმცა საერთო ჯამში კარგი თამაში ჩავატარეთ. უნდა შევინარჩუნოთ კონცენტრაცია. წინ ენფილდზე თამაში გველოდება და ვიცით როგორი ატმოსფერო იქნება იქ. მზად ვართ. უკვე დღეს დავიწყებთ მეორე მატჩისთვის მზადებას. გოლი ჩემს მეგობარს გაუტანე. პირველ ტაიმში მან შესანიშნავი ბურთი მოიგერია. ძალიან კარგი მეგობრები ვართ. მის გამო ნამდვილად მიხარია და საუკეთესოს ვუსურვებ. ლივერპულის კაპიტანმა ვირჯილ ვან დეიკმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ ფინალის მატჩის შემდეგ გიორგი მამარდაშვილის სეივებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ქართველი მეკარის მიერ მოგერიებული ბურთები გუნდს ნახევარფინალში გასვლაში დაეხმარება. იმედია, ეს სეივები ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდება. ცხადია, შარშან აქ ვითამაშეთ მატჩი, რომელიც წესით უნდა წაგვეგო, მაგრამ მოვიგეთ. მაშინ ალისონს ალბათ თავისი კარიერის საუკეთესო თამაშის ჩატარება მოუწია, თუმცა ფილზე საქმის ბოლომდე მიყვანა მაინც ვერ შევძელით. ახლა 2-0-ს ვაგებთ და მომავალ კვირას განსაკუთრებული თამაშის ჩვენება მოგვიწევს, მაგრამ მანამდე ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება, ამიტომ ჯერ მასზე ვართ ფოკუსირებულები. დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრები ამ თემასთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, აქვს თუ არა გიორგი მამარდაშვილს და მის ლივერპულს შანსები, რომ მოუგონ ხვიჩა კვარაცხელიას პარის სენ-ჟერმენს და გავიდნენ ნახევარფინალში? მე მგონია შანსები ყოველთვის არსებობს, მაგრამ ამ შემთხვევაში ცოტაა. ამიტომ ველოდებით თქვენ აზრებს კომენტარებში. ბარსელონამ UEFA-ში სარჩელი შეიტანა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ ფინალში ატლეტიკოსთან გამართულ მატჩს უკავშირდება. ბლაუგრანა როხიბლანკოსთან 0-2 დამარცხდა და კატალონიელები სამსაჯო ბრიგადის მუშაობით არიან უკმაყოფილო. ბარსელონა აცხადებს, რომ კლუბის იურიდიულმა დეპარტამენტმა დღეს ოფიციალური საჩივარი შეიტანა UEFA-ში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ ფინალის პირველ მატჩში ატლეტიკოს წინააღმდეგ მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. კლუბი მიიჩნევს, რომ საჯობა არ შეესაბამებოდა თანამედროვე წესებს და პირდაპირ იმოქმედა თამაშის მიმდინარეობასა და შედეგზე. საჩივარი კონკრეტულ ეპიზოდს ეხება მატჩის 54 წუთზე თამაშის წესების დაცვით. განახლების შემდეგ მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელმა საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელში აიღო, თუმცა პენალტი არ დაინიშნა. ბარსელონა მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება, ასევე ვარის მხრიდან ჩაურთველობა წარმოადგენს სერიოზულ შეცდომას. შესაბამისად, კლუბმა მოითხოვა გამოძიების დაწყება, საჯებს შორის გამართულ კომუნიკაციაზე წვდომის მოპოვება და საჭიროების შემთხვევაში შეცდომების ოფიციალურად აღიარება და შესაბამისი ზომების მიღება. ბარსელონა მიიჩნევს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჩემპიონთა ლიგაზე საჯების მიერ მიღებულმა გაუგებარმა გადაწყვეტილებებმა უარყოფითად იმოქმედა გუნდზე. შექმნა ორმაგი სტანდარტი და ხელი შეუშალა თანაბარ კონკურენციას. ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის ბარსელონასა და ატლეტიკოს პირველი შეხვედრა მადრიდელებმა 2-0 მოიგეს, განმეორებითი მატჩი როხიბლანკოს საშინაო სტადიონზე გაიმართება. იმედია მოგეწონათ ან თქვენთვის რაღაცა საინტერესო მაინც მოისმინეთ. დღევანდელი ვიდეო კი დასასრულს მივახლოვდა, ძალიან მალე დაგიბრუნდებით. თქვენ კი დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და კომენტარებში დაწერეთ თქვენი აზრი ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით. მომავალ შეხვედრამდე და აბა წარმატებები.